6 წელზე მეტიწლოვანების ავტომობილების შემოყვანის წესში კორექტირება შედის. მოქალაქეებს, რომლებსაც 2020 წლამდე გამოშვებული მანქანის შეძენა სურთ, გამბაჟების გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევთ. კობახიძის თქმით, თანხა 1 კუბზე 4 ლარ ნახევრით განისაზღვრება. მანამდე ოცნება გეგმავდა 6 წელზე მეტიწლოვანების ავტომობილების შემოყვანა სრულად აკრძალულიყო, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. ირანმა ერაყის წყლებში დაბომბა ტანკერი, რომელზეც 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ყველა მათგანი უსაფრთხოდაა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მედიას მეზღვაურების ოჯახის წევრები უყვებიან, რომ გემზე მყოფები ერაყის პორტში არიან გადაყვანილები. მალტის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ სავარაუდოდ ირანული საწვავი გადაჰქონდა. ირანმა წუხელ ერაყის წყლებში მცურავი რამდენიმე ტანკერი დაბომბა. თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტთან კარვები დაშალეს. მომხდარის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია, თუმცა აქტივისტი დარეჯან ცხვითარია, რომელიც მუდმივად იქ იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ღამით კარავს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაბრუნებულს კი კარვები მისი პირადი ნივთების, საბუთები და თანხა გამქრალი დახვდა. კედლებიდან წაშლილია წარწერები. ცხვითარია ფიქრობს, რომ ეს გამიზნულად გააკეთეს. ერაყში იტალიის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. იტალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იტალიელ პერსონალს შორის არავინ დაშავებულა.